მე სწორედ ამ დრომდე დაგემშვიდობებით ირაკლი. დიდი მადლობა თამთა წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ საინფორმაციო სამსახური ემზადება მთავარი გამოშვებისთვის და სამუშაოს დასრულებისთვის მათ ზუსტად 1 საათი რჩება. ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი დღის სხვა საინტერესო თემებზე. წიგნის ფესტივალი 2013 ექსპო ჯორჯია მკითხველს მე-15-ით მასპინძლობს. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა დღეს ჩვენ ღონისძიების პროგრამას არ გაგაცნობთ. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ პრობლემებზე, რომელზეც ავტორები წიგნის გამოცემის პროცესში აწდებიან. როგორ იკვრება ჯაჭვი ავტორს, გამომცემელსა და მკითხველს შორის. ნახეთ ხათუნა ქარდავას რეპორტაჟი, შემდეგ უკვე ხათუნა პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. ნინო შანიძე ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. წიგნის ფესტივალზე დღეს მან 20-ზე მეტი წიგნი შეიძინა. დიოგენესთან შევიძინე ბევრი წიგნები, ძირითადად გიაფიანები, რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს ეს პოეტი პოლცელანი. რამდენიმე შევიძინე მეგობართან ვაჩქო. ეს არის ხაინიკ ბიოლის ძალიან კარგი გამომცემლობები, დებატები, თავისი ესეები და ნუ ეს ძალიან ბევრია. რამდენიც იყო უფასო ყველა წარმოვიდგე. არასაფესტივალო დღეებში ამდენი წიგნის ერთდროულად შეძენას მაღალი ფასების გამო ვერ ახერხებს, თუმცა ამბობს, რომ მკითხველს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ჩვენთვის ჩემი მეგობრებს და ძალიან დღესასწაულივით არის მოვდივართ და მთელ დღეს აქ ვატარებ ხოლმე ძალიან. საბავშვო წიგნები, მსოფლიო ლიტერატურა, ბესტსელერები, სამეცნიერო თუ რელიგიური წიგნები. წიგნის ბაზარი დღეს ნებისმიერი ტიპის მკითხველს დააკმაყოფილებს, თუმცა როგორც მწერალი ანა კორძაია სამადაშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში ავტორი მაინც დაჩაგრული რჩება. როდესაც ამთავრეთ წიგნში ხო წარმომიდგენია რა ხელზე რესპროვაჩდება ეს ამბავი, მერე არის დიდი ორჭოფობა, რასაკვირველია გვიღებს ამ საქმის გამოცემა თუ არა და მერე იწყება დიდი ამბავი. მერე იწყება ამბავი გამომცემლისთვის თავის მოწონებისა თუ უკვე არ აყავს გამომცემლობა. მერე იწყება დიდი ჭუბი რედაქტორთან, რომ მე აქ არ მინდა მძიმე და შენ რატომ დამეცვიმ. მერე იწყება დიდი ყაყანი იმის გამო, რომ ეცი გარეკანი დიდად არ მოსწონს. საგამომცემლო საქმიანობამ აჩვენა, რომ გამომცემლები მხოლოდ ავტორთა ერთ ნაწილთან ურთიერთობენ. ეს ის ავტორები არიან, რომლებიც ზუსტად ასრულებენ მათ დაკვეთას. გამომცემელი გია ქარჩხაძე ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეს ნორმალურია და არასწორად მიიჩნევს მოსაზრებას ავტორთა ნაწილის დაჩაგრულობის შესახებ. დაჩაგრის მომენტები ეს უფრო ისეთი დაბალგანვითარებული საზოგადოების პრეროგატივაა, ასე ვთქვათ. ჩვენთან მე დიდად ასეთ მომენტებს ვერ ვამსწრებ, იმიტომ რომ როგორც ესე უფრო და უფრო მეტად თანამშრომლებიანია ეს ყველაფერი და ამის შედეგად უფრო და უფრო მეტად კარგი წიგნები და ხარისხიანი წიგნების გამოიცემა ჩემი დაკვირვებით. წელიწადში ერთხელ წიგნის ფესტივალზე მკითხველს საშუალება აქვს წიგნები შედარებით დაბალ ფასად შეიძინოს, თუმცა წიგნის ფესტივალს დამთვალიერებელი ყოველწლიურად უფრო აკლდება. ხათუნა ქარდავასთან ერთად ვრუნდები პირდაპირ ეთერში. ხათუნა, საღამომშვიდობის ცოტა არ იყოს შურშიანი, რადგან პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრში შენ არ ხარ და კარგ თემაზე ამახვილებ ყურადღებას და მუშაობ. მოდი გავაგრძელოთ საუბარი, რა ხდება ამ დროისთვის მანდ? მე ახლა ვიმყოფები ირაკლი წიგნის სახლში, ეს არის მწერლის სახლში, ეს არის წიგნის ფესტივალის დასასრული, პირველი დღის დასასრული, აქ გამოიცა ფესტივალის კატალოგი და ჩემს გვერდით ახლა დგას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რომელსაც მე რამდენიმე კითხვით მიმართავ თქვენის ნებართვით. ბატონო ლაშა, მოგესალმებით და გვაინტერესებს ასეთი ფესტივალები, წიგნის ფესტივალები, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში, თუ შეუწყობს ხელს ქართველი მკითხველის წიგნისკენ მოbrunებას. აუცილებლად შეუწყობს და ჩვენ ვხედავთ როგორ მატულობს ნახველების, მკითხველების რაოდენობა საქართველოში. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო ეს ძალიან პატარა წიგნის ფესტივალი და მე ყოველ წელს დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე ამ დროს, როცა წიგნის ფესტივალი იქნება, რადგანაც ასეთ მრავალფეროვნება საქართველოში გამოცემული წიგნებისა სხვაგან ვერ ნახავ. სამწუხაროდ არ არის ერთი დიდი კარგი წიგნის მაღაზიები, როგორც მაგალითად დასავლეთშია, სადაც ყველაფერს ნახავდა ადამიანი და აი აქ არის ხოლმე საშუალება ნახო ის ერთი წლის პროდუქცია, რაც გასული წლის ფესტივალის შემდეგ ახალი შეიქმნა და ამავე დროს ხედავთ, რომ უფრო და უფრო მატულობს ადამიანების რაოდენობა, რომელთაც მყიდველების რაოდენობა, რაც იმედიანად გაგვაწყობს ჩვენ ყველას, ვისაც გვიყვარს წიგნი და ვისაც გვიყვარს ლიტერატურა. ბატონო ლაშა, ჩვენ სიუჟეტში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ავტორები წიგნის გამოცემის დროს. და ძირთად ავტორთა ნაწილი ამბობს, რომ გარკვეულ ავტორებს აქვთ მხოლოდ პრივილეგია წიგნის გამოცემის პროცესში და არის თუ არა ეს ასე და თუ ასეა, თუ ფიქრობთ რომ ასეა, რისი ბრალია ეს?
ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად არიან პოპულარული ავტორები და ნაკლებად პოპულარული ავტორები, ყველა ავტორს ყველგან არა აქვს ესე დალხენილი ცხოვრება, არც საქართველოში რასაკვირველია წერლობით ცხოვრება ძალიან ძნელია და რასაკვირველია უნდა გავითვალისწინოთ გამომცემლის პრობლემის ბაზარი არ არის ისეთი დიდი, სხვათა შორის თითქმის 5 მილიონიანი ქვეყნისათვისაც კი ძალიან ცოტა რაოდენობით წიგნი იყიდება. სოციალური გარემო ამაზე დიდ გავლენას ახდენს სასაკვირველო ადამიანს არ აქვს ფულო წიგნი იყიდოს და მე თუ კაცი მგითხავს ცოტა უფრო ძვირი ღირს წიგნი ვიდრე შეიძლებოდა რომ საქართველოში იყიდეს. აი ჩვენ მაგალითად ლიტერატურის მუზეუმი ყოველთვის ვთქვით რომ წიგნები რაც შეიძლება იაფად მივაწოდოთ მკითხველს. მაგრამ როდესაც კომერციული ორგანიზაცია ამას აკეთებს, სასაკვირველია უყურებს რამდენად გაყიდვადია შემდეგში ეს წიგნი. ბატონო და ბოლო კითხვა ბადმულაშა რა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ იმისათვის რომ ესეთი ფესტივალები უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს, ანუ ორგანიზატორებმა აი რას ურჩევდით მათ? მე მაგალითად წლების განმავლობაში მაქვს იდეა რომ აი ეს თბილისის წიგნის ფესტივალი გადავაქციოთ საერთო კავკასიურ წიგნის ფესტივალს, სადაც სომხების, აზერბაიჯანელები ჩამოვიდნენ, ეს უცხოელებისათვის უფრო საინტერესო იქნება, ჩვენებური ადამიანებისათვის შესაძლებელი უფრო საინტერესო გახდეს, უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს, ამისათვის ცოტა მეტი ფინანსების დახარჯვაცაა საჭირო. ქალაქში უნდა გავიდეს ფესტივალი, იმიტომ ყველა ფესტივალზე რომელზეც ყოფილა მე მსგავსე წიგნის ბაზრობებზე, ყოველთვის ქალაქში ძალიან ბევრი რამ ხდება, მაგალითად ჩვენს ცოტათი ამ ხრივ ცვალებადობა არის, მაგალითად ჩვენთან ხვალ კოტე ჯანდიერი, სწორედ აი ფესტივალის ფარგლებში შეხვდება ლიტერატურის მუზეუმში შეხვდება მკითხველს და იკითხავს თავისი ნაწარმოებებიდან და ესეთი ღონისძიებები ძალიან კარგი იქნება რომ ყველგან ხდებოდეს ქალაქში, ოდესაც ფესტივალი, იმიტომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადგილი, არამედ არის მთელი ქალაქი უნდა ცხოვრობდეს ფესტივალის ცხოვრებით. დიდი მადლობა და სხვა შორის ირაკლი, როდესაც მე დღეს რესპონდენტები ჩავწერი ამ ფესტივალთან დაკავშირებით, გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ არა მარტო თბილისში ჩატარდეს წიგნის ფესტივალი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც და იმედი ვიქონიოთ თქვენთან ერთად, რომ მომავალ წიგნის ფესტივალი მართლაც საქართველოს სხვა ქალაქში გაიმართება. დიდი მადლობა ხათუნა, წიგნიერებაზე საკმაოდ ბევრი და დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი, თუმცა გადაცემა სრულდება. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ასეთი იყო დღევანდელი დღე, დარჩით მოვლენათა ეპიცენტრში, ხვალ 6 საათზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.